60% სამეგრელოში და 90% მთელი საქართველოს მასშტაბით ეს ბიძინა ივანიშვილის კარდაკარი შედეგია. დამაიმედებელი პროგნოზი მილიარდერმა სპორტსმენებს გააცნო. ამას გარდა ქართული ოცნების თვითკმაყოფილმა ლიდერმა ტრადიციული ფილოსოფიური წიაღსვლებით ახსნა, რას ნიშნავს ერისთვის ასაკი და როგორ გახდა გაუგებარი პოლიტიკოსი ივანიშვილი გასაგები პოლიტიკური ფიგურა. 90%-იანი მხარდაჭერა მთელი საქართველოს მასშტაბით და 60%-იანი ნდობა სამეგრელოში. ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ივანიშვილისეული კარდაკარის შედეგები მისმა დამკვეთმა სპორტსმენებთან შეხვედრისას გააჟღერა. ყველაზე მძიმე რაც იყო რეგიონი ჩვენი სამეგრელოში 60%-ს გადავწყვიტით. 90%-ს ვაჯარებთ ძალიან ბევრ რეგიონებში. გამარჯვების სურვილი გამარჯვებულებთან სიახლოვემ გაუჩინა. მე სამხარებზე ვარ და ამდენი გამარჯვებული მეორე მხარეს ერთად შეხართ. გამარჯვებაზე ოცნებაში დაავიწყდა დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის სახელიც. ასე გადაწყვიტა ოლიგარქმა მწვერვალების დაპყრობა. ოცნება იყო ყვედარძეზე ასპა და არის და შევა. ჩემ ასაკში შეიძლება კიდევ სპორტული ვარ. აი მის გამარჯვების შემდეგ მათი დავგეგმოთ რომ ყვედარძეზე უნდა ამიყვანოთ მეც. დონ არ მოვიტყოთ პადოშასავით. მე მგონი არ არის ეგანასრელი იქ და გვატყუებს. იმდენი სიცრუე თქვა რომ მაგის აღამჯერა, მაგის რო თიცრუეზე ანასრელი. ივანიშვილთან მიპატიჟებულმა სპორტსმენებმა თავის დროზე საკუთარი გამარჯვების მოპოვება შეძლეს. ქართული ოცნების გამარჯვებაში კი მილიარდერს ახლა ამ მაისურებში გამოწყობილები არ წმუნებენ. ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია ქართული ოცნება ფაქტიურად უკვე ხელისუფლებაშია. დასკვნის საფუძველი ეს დოკუმენტია, ქართული ოცნების საარჩევნო უბნის პასპორტი, რომელიც გამოკითხულთა მხოლოდ სახელგვარებს ინახავს. არსადაა პირადი ნომრის გრაფა და არც მექანიზმი აღწერილთა მონაცემების გადამოწმება რომ შეძლოს. სამაგიეროდ საპატიო ადგილი უჭირავს გრაფას მხარდამჭერი. მხარდამჭერის გრაფის შევსებას ცოტა ხნის წინ შეხლა შემოხლა მოყვა თელავში. ივანიშვილის კარდაკარი სკანდალში გაეხვა. ინტრიგანები არიან და იმიტომ გაცაბა სხვა რა. ათილარის გულს საქართველოს გავყიდე ისეთ ამათი არ შეუთავაზებია. გაწიე და კამერა მოხდა. გადი რა ვიდა. რატო ხართ ასეთი აგრესიულები? მე უთხარი მე საოცნე მორაფერი არ მაქვს. მე ჩემი ვიცი. მორჩა. წადით ეხლა მიდაით აქედან მე. ჩამომახე საროჭკა ის კაღალები აღარ მივეცი და პატრონს დაურეკე. თელავი ერთადერთი ადგილი არაა, სადაც ქართული ოცნების აქტივისტებს ამომრჩევლებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად საპატრულო პოლიციის დახმარება დასჭირდა. მე ვთხარი წადით მეთქი. თქვენ აქ ვწვდიაქ, აქ ვცხოვრობ, ამ ბინაში ვცხოვრობ, მე ვთხარი 10 წელი მე ქირით ცხოვრობო, იმიტომ მოვდივარ რომ შენ დაგეხმარო ქირით თუ ცხოვრობო. მე ვთხარი ჩემთვის შენ არ მოდიხარ მეთქი. სიმშვიდე და განსაკუთრებული თავდაჯერებულობა კარდაკარმა მილიარდერს მხოლოდ მშობლიურ რაიონში მოუტანა. საჩხერეში 34,000 კაცი გამოგითხეს და 200 ნაციონალი აღმოჩნდა. და თქვენს არავის არ შეშინებინა არ მოდიდებია. ნებისმიერ პარტიას შეუძლია რომ იგივე გააკეთოს, ოღონდ რა თქმა უნდა, თავისი ფინანსური რესურსებით. თუმცა თუ ლაპარაკია კარდაკარის ჩატარების სამართლებრივ შედეგებზე, კანონის მიხედვით ამის სრული უფლებამოსილება აქვს მხოლოდ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას. საარჩევნო სიის გადამოწმების კომისია ივანიშვილის კარდაკარისგან განსხვავებით ამომრჩეველთა რაოდენობას პირადობის მოწმობის დახმარებით ითვლის. ამას გარდა კაციტაძის სამსახური არც აღწერილთა პოლიტიკურ გემოვნებას კითხულობს. როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ ჩაატარა კარდაკარი იმისათვის, რომ მას გაეგო გარკვეული განწყობები საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებით. ეხლა ეს 90%-იანია. 10%-იანია თუ 100%-იანია, ამას ჩვენ გავიგებთ ოქტომბრის არჩევნებზე. პოლიტიკური სიმპათიები რომ გამოიკვლიეს, ამიტომაც გაუქრა თვითკმაყოფილების გრძნობა. ოცნების მაისურიანებმა სამცხე-ჯავახეთიდან ლიდერს სასურველი შედეგები ვერ ჩამოუტანეს. ერთადერთი რეგიონია, სადაც ძალიან გვიჭერს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, იქაც გადავიდეხავთ სიტუაციას, ესა გახლავთ ახალქალაქი ძალკადა, იქ სადაც კომპაქტურად დასახლებული ჩვენი მეგობრები სომხები არიან. სპორტსმენებთან შეხვედრა მხოლოდ წინა საარჩევნო პროგნოზებით არ დაუსრულებია. ოლიგარქმა მონოლოგში საკუთარი ფილოსოფიაც ჩართო. რა მნიშვნელობა აქვს ერის ასაკს, ამაზე მაქვს მეაგებული თეორია. როგორც ადამიანი თქვათ, ასაკში ბრძენდება, ისე ჭირდება ჩემი აზრით ესაც ასაკი. ჩვენი დღევანდელი ქმედება მათ რიცხვში ამით აიხსნება, რომ ჩვენ ვართ ასაკში შესულიერი, ჩვენ ძალიან ბევრი გვინახავს, ის გენეტიკით ჩვენზე გადმოსულია ის მუხტი, რაც ჩვენ წინაპრებს გავუვლიათ და ეს
გენში აუცილებლად აისახება და ზუსტად ამის იმედზე ვიყავი მე და ზუსტად ამასაც მივახციე, როდესაც გამოდმებით ვამბობდი, რომ მე ვიცი როგორ იქნება. არავისთვის უკითხავს გასაგები იყო თუ არა ერის ასაკის მისეული ხედვა, თუმცა გაუგებარი წიაღსულების ახსნაც სცადა. ამდენი ხალხი ერთდროულად მოხვედით და დაჯექით ვიღაც გაუგებარი, თქვა თავში პოლიტიკოსის, თუმცა დღეს უკვე გასაგები გავხდი მე მგონი, რაღაც პოლიტიკური სახე რაღაც შევიძინე მე მგონი. რამდენად გასაგები გახდა ოლიგარქი ქართული საზოგადოებისთვის, ამას არჩევნები აჩვენებს. არჩევნები, რომელსაც ოცნების კარდაკარი შედეგები იურიდიულ მტკიცებულებად არ განიადგება.